დღე-დაღამე მსოფლიოზე აქ არის და მოვიტანეთ უკვე 2000-იანების ფინალები. და პირველი გვაქვს 2002. კორეა, იაპონია. კორეა, იაპონია არის მასპინძელი, ფინალი სხვა რა. არა, ხო, კორეა, იაპონია 2002. მაგრამ ფინალი რა ხანდის თამაშია მასპინძელი იაპონია. იაპონია იყო იოკოჰამა. ხო. ოქს რო ჩავხედოთ 30 ივნისი 79029 მაყურებელი. საინტერესო ხალხი იჯდა მათ შორის. იმპერატორი აკიჰიტო. აი ეს რომ არა თასი არ გადასცა. ვა, იმპერატორი აქამდე როგორ ყოფილა სტადიონზე? არ ვიცი, ესე ტიტულატურით შეიძლება არ ყოფილიყო. ხო, მაგარია იმპერატორი რო გესწრება. ხო, აი თან იმპერატორი რო თასის გადაცემა არ იკადა. ხო, ბიჭო, იმპერატორია ხა ეგ არ არის. ამ მამულები რო გადაცეს კიდე ხო, მაგრამ ხო, აქ უკვე გვაქვს ტრიბუნებზე ოჯახები. ფეხბურთელების ოჯახები. კერძოდ, ხო, კაფუს ოჯახი იყო, როკე ჟუნიორის, ლუსიოსი, რობერტო. ანუ უკვე ის შემოვიდა, რომ ფეხბურთელები ხო ვიცით და ვიცით, მაგრამ უკვე ცოლებსაც ვცნობთ, ბავშვებს, საყვარლებს, ხო. გერლფრენდებს, ყოფილებს. რა ქვია მაგას, რაღაცა აბრევიატურა. რისი? WAG ქვია, ანუ wives and girlfriends. WAG. ფეხბურთელების ხო. ირგული მოტრიალე ქალებს. რონალდოს ცოლი მილენ დომინგესი. ასევე ფეხბურთელი. ხო. და რონალდოზე უკეთესად კენწლი და ბურთი. 55,000 ჯერ აკენწლა 9 საათი და 6 წუთი კენწა. მართლა? ხო. სახლში? რა გინესის კაცის. ვა. მე ეს რონალდო რო გადავიდა რეალში, ისიც გადავიდა რაიო ვალეკანოში. ხო, მადრიდის. ხო. ის იყო ბრაზილიის ქალთა ნაკრებში, ოღონდ სათადარიგო იყო, მაინც არ ეთამაშა. მე 7 შეეძინა თამათ რონალდო. წესით ვერავინ ვერ უნდა აჩერებდეთ. რანაირი მამის და დედის შვილი იყო და DJ გამოვიდა. რა ქვია? რონალდი. ხო, და ამ ბევრი წარო პიკრიათ, ხო? ხო და ერთხელ კრუზეირო სტადიონი კი გაავსო. იმითი უწუწუები? ხო, მამამისი იყო პრეზიდენტი გუნდის. ეს მაშინ და ბოლო ინფორმაციით 23 კილო დაიკო. ანუ მსუქანიც იყო. ხო, ნუ ჯეიდა მსუქანი. მამის ყვალობაზე წა. ამ ფინალიდან სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ თავისთავად რონალდო ნაკიდან და კანი იქიდან ეს ხო, რონალდომ 2 გოლი გაიტანა და Man of the match გახდა. თამაშის წინ ეს პრესა წერდა რომ საუკეთესო შემტევი საუკეთესო მეკარის ჯახია. ხო, ამ ჩემპიონატ საუკეთესო ფეხბურთელი კანი ხდება. მართლა? ხო. ვა. და ეხლა რანაირი გერმანიის ნაკრები იქნება წარმოიდგინე, მეკარი რო ხდება საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონატის. ხო, თან ამ გერმანიამ ისე დაიწყო მომახიანად. ხო, მაგრამ მაინც კანი გახდა საუკეთესო. არაბეთთან 8-0-ით და ზარზეინებით. ხო. მერე ეხა უყურე. ასევე ამ სიმბოლურში არიან რობერტო კარლოსი, რივალდო, რონალდინიო, იქიდან კლოზე. ეხა არა ამათგან გაინტერესებს არა ფინალისტების, ანუ იერო. ხო. სოლ კემბელი. კორეის მწვრთნელი ეხლა ვინც იყო? ხომინბო. კიდე ერთი კორეელი ვიღაცა ის არ მახსოვს, 3 თურქი. ჰასან შაში იყო. ჰასან შაში, კაი კაცი. და ელჰაჯი დიუფი.
ვა ის სენეგალელი და ეს ერთი ამერიკელი იყო რეინა. კი რეინა მახსოვს ეს იყო ეს სიმბოლური იაპონელი ვერ მოხდა. უცნაური არის რივალდო და თურქები იქ ხო ეს არის მე რომ მკითხო რივალდოს ერთ-ერთი ის არის რა სამარცხვინო ლაკა კარიერის თურქეთანაც გააკეთა ფეხზე რომ მოხდა ბურთით და ხელი რო აიფარა სახეს და იკოტრიალა და აი რა რივალდო ხარ ბიჭო და ეგეთ კაცები არ მწამს რივალდოს მივალთ ჩვენ ახლა დავიწყოთ რა ვინ ქმირები ვინ ხო ქმირები სკოლა წვრთნელი ამას ხან ჯიმ ჰეკმანს ამსგავსებდნენ ხან მარლონ ბრანდოს ეგეთი კაცი ორი გავიხსენო სახეზე ხო ჯიმ ჰეკმანს უფრო გავს იმასაც გავს კონკრეტულად იმაში ნათლი მამაში ხო და ეს იყო რამდენადაც მაგარი მწვრთნელი იყო იმდენად უსახელო ფეხბურთელი იყო რა ფეხბურთელობისას არავის არ ახსოვს მე მწვრთნელობისას პალმეირასში იყო მე კორინთიანში გადავიდა იქ და ემთხვა ეს 80-იანების დასაწყისი 84 წელი კორინთული დემოკრატია ჰქონდა ამ გუნდში ანუ გეტყვი ხა ესე იგი გადაწყვეტილებას ერთად იღებდნენ მწვრთნელი ფეხბურთელი მასაჟისტი პრეზიდენტი გულშემატკივარი და რაჯი ესა ის ბედის ირონით კორინთო ბერძნული ეს არის ქალაქის სახელი ქვია სოკრატესი ყავდათ ვარსკვლავ ისიც ბერძნული რაღაცა ის იყო რა მოაზროვნიკი არა ის ბერძნული პატარა მოდელი იყო დემოკრატიის მე ეს სოკრატესი რო წავიდა გონიდან დაიშალა მაგრამ ამასობაში ერთ წელიწადში ბრაზილია ხდება დემოკრატიული და ვიღაცები ამბობენ რომ ამ მოდელმა რაღაცა გავლენა მოახდინა ცოტა ეჭვმება ხო ეს არის სკოლა მე ეს წავა უზბეკეთში მე იწყებს უკვე რაღაცნაირად თავგადასავლას მაყუთის კეთებას ხო ხო იცი რაღაცა რო შემოვა მოდაში და მე არ წელიწადში სხვაგან შედის ხო ხო რაღაცა ეს თვითონ იყო ხო უზბეკეთში შევიდა გვიან ხო ეს არივალდო ერთად ხო იმ პორტუგალიის მწვრთნელი იყო ეს საბერძნეთთან რო წააგეს ხო საშინაო ევროპის ჩემპიონატის ფინალი ხო საჯი ცივინა კი კოლინა ხო აბარა ველოდებოდი მაგას ფინალებში და ესე იგი ეს 24 წლის იყო რო გაცვივდათ ხო მაგიტო იწონებდნენ გამოსდები ჩააბარა სამსაჯო მაგრამ თმარო არ ქონდა არ უნდა და თავ არა ტელეგენური ხარო არა ეს არის ზედმეტ იმას გამოიწვევა მაყურებელში საჯებს ხო ისედაც ხო არაკლიათ შესოვეთ გაუძლებს მაგ იმას რა წნეხს და გაუძლო და ყველა ცნობილი საჯი ბიჭო გაუძლო რომელია ისეთი ცნობილი მსაჯია ოლიმპიადაზე ამერიკა ჩინეთის ქალების თამაშსაჯო და ყველა ჩინელი ფეხბურთელი მივიდა ცალ-ცალკე გადაიღო ფოტო საჯი არა ხო კოლინა ეგეთი ტიპია რა ფეხბურთის მსაჯი რო უთხრა რაღაცას თუ რამდენიმე მსაჯი კი ყველა კოლინა გაახსენდება რა ეს სტადიონი სადაც ჩატარდა იყო ხო რაღაც სხვა სახელი ერქვა 2004-ში ნისანი გადავიდა head office-ით შტაბით მაგ ქალაქში გადავიდა სტადიონის სახელიც მიიღეს ეხლა ნისანის სტადიონი ვა კაი გადავიდეთ ეხლა ეს მოთამაშეებს კარში დგას მარკოსი ცოტა უცნაური ამბავია იმიტომ რომ დროს დიდ არსებობს როჟერიოსენიც არსებობს მაგრამ ეს სკოლარი ამას ენდობოდა და ცოტა დგას ლუსიო აჰა წარბებიანი კაცი ბრეჟნევს როგავდა ხო ეს ჯერ ლევერკუზენში იყო მე ბაიერში ტოპ მიოლერის ლევერკუზენში იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგეს მე ბაიერში მე ინტერში მე იუვენტუსში ინტერში იუვენტუსში იყო შეიძლება და წავიდა მე იმაში
ინდოეთში, კუაში. მე ბიჭო დაბრუნდა ბრაზილიაში, რაღაცა გუნდი იყო გამა. დედაქალაქის გუნდი იყო ცოტა ქვედა ლიგის. და პრეზიდენტი ყავდათ ნუმეროლოგი რა, ნუმეროლოგიის ჯეროდა. ხო. ერთ დღეს მოვიდა და თქვა რომ გამაო აღარ მომწონს სახელი. დათვალა რაღაცები და დებილობა გამოვიდა, ხო? აბა რა დავარქვა გამმაო. ერთი ჩავამატოთ ენერგიას მოხცემს შეგმატებს. მაგრამ ხელფასები არ გაიზარდება. არაფერი არ გაიზრდება და არაფერიც არ შემატა მოსგარდა. მე რაღაცებდნენ. ვერა გაგიგია გამა ეს ვასკო და გამა გავიგე ეს არ არის ვასკო და ისა ვასკო და გამას განაყოფიც არ არის რა არა რაცა გამა ედმილსონი ყავდათ ლიონში ამ დროს მე იმ ბარსელონაში არსენალს მოუგებენ ფინალს ედმილსონი არ მახსოვს ეს ბევრი დროა გასულ როკე ჟუნიორი მახსოვს ესეც კოლარის აღმოჩენილი და საკაკვალული ბიჭია მილანში იყო და მე ზუსტად ლევერკუზენში შეცვალა ის ლუსი რო წავიდა ეს მე ჟილბერტო სილვა მახსოვს ეს იმ არსენალში იყო წავუკებლად რო გახდნენ ჩემპიონი და აი 6 წელი იყო მან მე 2006-ში ანრი რო წავიდა ეს ვიცე-კაპიტანი იყო ხო და ანრი რო წავიდა ფიქრა მან რო ესა მე მომცემენ კაპიტნობას მაგრამ ვერ ეგრს ქალას მისცეს და ცოტა ხანში ფლამინიმ საერთოდ ამოაგდო შემა რაღაც ისეთ ჩაპსმილი ბიჭი იყო ხო მოსული ტანკი კლებერსონი იყო ეგეც მახსოვს ატლეტიკო პარანაენსეს ლეგენდა მანჩესტერმა იყიდა, მაგრამ მეორე თამაში დაიმტრა და არ გამოჩნდა. ხო, რაღაცა მაგაზეც იძახდნენ, რომ ეს არის. კიდე ერთი ვარსკვლავი. კი, თამსოფლი ჩემპიონი. რობერტო კარლოს. ძმა. ამას სახელი დაარქვეს იმის საპატიოცემლოდ. მომღერალი იყო ერთი რობერტო კარლოს გამ. 70-იანებში ბიტლსზე მეწყიდა იქით ლათინურ ამერიკაში. ვა, იმერს რეკიტიკიტიკეთ სიმღერებს? ხო, რა იქნებოდა. გიტარიანი სიმღერები რა. პატა, უპა, ბაჟე ჟუჟე პაჟობა. მაგის სახელი. ვა, ერთი დავითრიო მაგის ზიბესტები. ესეც რობერტო კარლოს გამა ბრაკა. რობერტო კარლოს ბრაკა. თქვენც ნახეთ რა და პლეილისტი გავაკეთოთ. ესეც ხატაკი ბავშვობიდან 12 წლიდან მუშაა იმაში. საფეიქრო ფაბრიკაში. იცვათა შორის მე რომ მოგიყევი რომ მაზინიო და ზინიო. ხო. თამაშობდნენ. და ბათუმში რო იყო პალმეირას. კი ბატონო. იმ ბათუმში ესეც იყო. ვინ კაცო? რობერტო კარლოს. მართლა? იყო მაშინ. ხო. ვა. ბედის ირონიით მე ეს მოივლის რეალს. ბიჭო აი ნახე რა. ბათუმში რო იყო ხო სადღაც რაღაც კაფეში შევიდო და როგორც მინიმუმ რაღაცა თურქულ ყავას დალევდან წყალს იყიდან რაღაც აჭარო კერს. ხო, ეხლა მათ დაემახსოვრებინათ. გამოგერი აბრარი მაღაზიისთან კაფისთვის რამადან წლებში აქ ყავას ყიდულობდა ოღონდ აბუქებ რა. რობერტო კარლოსი ვიღაცის ყავას სუმბათას. მე ეს მასში გახსოვს ის რომ გამოვიდა პირველი PlayStation. ხო. კონდა ესეთი დარტყმა უღებელი. კი, რობერტო კარლოსის. ძველი კი იყო, მაგრამ მაგის გამო წინაყენებდა. ყველა წინაყენებდა ხო ეგ ხა. ოდენავ ჩახედული თუ ხარ PlayStation-ში, კიდე FIFA-ში. ეს ბატისტუტა, ოუენი და კარლოსის წინაწევა, ხო და დევიცი, ხო, ვერაფერი დევიცი. ვერც უღელი. ხო, და გიტა. მე ეს ატრია ბედმა და ხაჩკალაში ამოჩნდა. ბოლოს ხა ამ ჩემპიონატზეც გამოჩნდა. იქ ის. ხო, კი. ხო. რონალდინიო. ნუ ეს იყო მთელი კარიერა იყო იმის ქვეშ რა. მთელი კარიერა ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელი იყო. პეპსის სახე იყო მე.
ხო 19 მილიონი იშოვა მარტო 2006 პეპსის რეკლამა და მე შემდეგ წელს კოკა-კოლას სვამდა იმაზე პრეს კონფერენციაზე ან ესეთი ის იყო მოწესრიგებული კაცი და მე და შენ შევხვედრივართ რონალდინიოს კი შევხვედრივართ შენ ფოტოც გა მე ფოტოც მაქვს და ხო მე რაღაცა არ მომეწონა ყველაზე უცნაური ეს რონალდინიოს და მის ძმას შევხვდით ხო პუტკუნა ბიჭი არის ეხა მის ძმაზე მოგიყვება მიდი მაგან გახვია შარში ხო ჯერ მანამდე ბრაზილიაში აუძრეს საქმე 57 ქონება უყოს და ურეგისტრირდა მე 2020-ში არაგუაიში დაიჭირეს ხო სხვისი პასპორტით მიდიოდა ხო და იქ ჩასვეს რაღაც პერიოდ ციხეში და ციხის ჩემპიონატში გამოვიდა ფეხბურთში ბიჭო რანაირი კაცია და ეს საუკეთესო მოთამაშე გახდა ფინალში 11-2 მოიგეს ამან 6 გოლი გააკეთა იტანდა 5 პასი გააკეთა ციხის MVP არის ხო ნუ ის იყო რა ბევრ ბავშვი აყვარა ფეხბურთი ეხლა მეც არის სადაც 30 წლის ასაკში ადამიანები თელსოფლიოში დიდი ნაწილი ეტყოსო რონალდინიო გამო დაიწყო ფეხბურთს იდეაში რონალდინიო PSG-დან და ბარსელონა არა PSG-ში იყო მანამდე ხო მაგრამ ბარსელონაში გახდა ხო ტოპი რივალდო იყო არა ბოდიში PSG-ს მანამდე ყავდა რონალდინიომდე 10 ნომერი აბა ვინ თუ გახსოვს არანაკლებ ტექნიკური და ესეთი просто არ გაუმართლა ვერ დაკაჩა ოყოჩა ო როგორ მევასებოდა ბიჭო კაი მოდი ამ ხო კაი ოყოჩა გადავდოთ მაგაზე ცალკე გადაცემას გავაკეთებ რივალდო ეს არის ლიტბარსკის მეორე ყველაზე მოყოლმო ფეხებიანი კაცი ფეხბურთში ასევე კბილებიც არ უარგოდა და ექიმები ამბობენ რომ ბავშვობაში თან აკლდა კვება როგორც ფეხებზე და კბილებზე როგორც კალციუმი ხო ეს გარედანაც ეთყობოდა იქიდან ხო აღიარეს და როდოზე კიდე ერთხელ გავიმეოროთ რომ უღირსი საქციელი ჩაიდინა მაინც ხო და ესე თქვა რომ ამ ჩემპიონატში ესეც იყო იმას ხო სკოლარისთან ბუნიოთქორი ჩვენ ვაპარაკეთ რომ ნიშნავს დამავიწყდა შენებებ ხო აქვე არის რონალდო რონალდოსთვის ეს არის მესამე ჩემპიონატი მაგრამ პირველია აი რონალდოს რა გამიშვით მოვდივარ არა წინაც ეგეთი იყო რომ წინას ფინალში გამოძიება და რაღაც იყო გახსოვს თუმცა გახდა და ეს ხო აქ უკვე ვერაფერი ვერ შეუშალა ხელი ხო ეს 17 წლის იყო ჰოლანდიის ჩემპიონის ბომბაში გახდა არც ენა იცოდა არც აკლიმატიზაცია დაჭირდა არც არ ჩავიდა და გახდა ბომბარდიში და დავიდა მე ბარსელონაში ბიჭო PSV-შიც მახსოვს მე ჰოლანდიური ფეხბურთის სიყვარულის გამო ერედივიზიონის თამაშებს უყურებდი ხომ თამაში ნაჩვენები ეგ PSV მაშინ შეხვდა იმას ბათუმის დინამოს ეს იყო 2 თვის წასული ბარსელონა და თამაშიც ნანახი მაქვს თან მახსოვს სად კოკუ ზენდენი და სტამინუმანი და ისა და ისა კი ბელგიელები თამაშობდნენ კიდე 2 ნილისი და ლუკა ნილისი და ვატერეუსი განსი რონალდო ვატერეუსი ხო და მოგიყვე გამავიპარე სტადიონზე ვიყავ ბათუმში ხო და მაშინ მე ნორიოში ვიყავ ბიძა შემთხვევა და პატარა ტელევიზორში უყურებთ არ ჩანდა არაფერი და ისე დარბოდა ხაზები ხო და მაშინ პირველი შემთხვევა იყო მე მგონი ბათუმის სტადიონზე რომ ინგლისურენოვანი გამომცხადებელი დასჭირდა როგორც ჩანს უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი ეს რო გამოუშვით რაღაცა და გამოუშვეს იმათ ბავშვის ხმა ქონდა სავარაუდოდ სტუდენტი შეიძლება წარჩინებული იყო მაგრამ საფეხბურთო ტერმინოლოგია ხო არის სწავლება
ხო და მსაჯზე თქვა რომ ჯაჯი არის ცვლილებაზე ამბობდა რომ change და იმათ ხო რაღაცნაირი გვარებია wonder ვიღაცა იყო ორი ნომერი და number 2 და ვაიმე ესე ის ეს გაისმა საყვარელი ხო ამ დროს ეს რონალდო შეიძლება ყოფილიყო იქ მაგრამ თავისას დაარდა აურო ყოფილიყო მაგარი იქნებოდა ისე მაღაზიაში უნდა შესულიყო და კიდე ერთი აბრა კარლოსი და რონალდო ჟუნინიო პაულისტა იყო ჟუნინიო პაულისტა არ არის ლიონში რო თამაშობდა არა შეცვლა შემოვიდა ეს საკ თუმცა ხუთ თამაში იყო ამ ჩემპიონატზე მე მიდლსბროში იყო და იქ კაი სახელი დატოვა კაი კაცის ესენი არიან ბრაზილიელი ხო იქით ეხა არ ვიცი თუ არა ჩამოთვლა რა ხან საუკეთესო ფეხბურთელი კანი გახდა მაგრამ ზოგიერთ ჩამოთვალთ მაინც ეს თვითონ კანი ოლივერი იყო ლატვიელ ბალტიელ გერმანელი ანუ ბალტიელი გერმანელი გერმანელის რაღაცნაირი სახეობა და ხო თვითონ ბალტიელი გერმანელი კიდე იყო ეს იყო ლატვიელი და ამ ჩემპიონატის მერე აზიაში გახდა უზომოდ პოპულარული და ხან იქ ტარდებოდა და ეს საუკეთესო გახდა და ესა და ესიენ ბავშვებს და დაარქვეს ოლივერები და რეალიტი შოუზე წვევდნენ შოუზე როგორც მოთამაშეს მონაწილეს თუ ჟიურის და ჟიურიო ყველაფერი ჭამა პაროდიები ფოკუსები კლოზე მიროსლავ გამოჩნდა კლოზე ეს მამა ფეხბურთელია და დედა ხელბურთელი მაგრამ ესეც სულად იწყდა მე-7 დივიზიონიდან მე-5-დან მე რეჰაგელმა იპოვა და მაგრამ მანდ შეამჩნიეს რომ მაგარი რუმენიგი ამბობდა უნაკლო შემტევი არის წინ სალტოს რო აკეთებდა გოლის მერე ახსოვს ხო ეგეც სიახლე იყო რა და აქ დაიწყო ანუ აქ რონალდომ ყურაიდან ორი გოლი ამ თამაშს ამან არც ერთი მაგრამ მე გადაასწრებს 14-ში იმის თვალს დიტმარ ჰამანი მახსოვს რაღაცნაირი გამხდარი ხო მე რო გეუბნებოდი რომ ლივერპულელი დაიმახსოვრებენ ჰერსტს მაშინ შემეშა ჰერსტი ჰანტი იყო ლივერპული ანუ იმის მე ფინალში არ გამოჩენილა ლივერპულელი ამან დიტმარ ჰამანამდე ხო ამას სხვათა შორის უემბლი სანამ დაინგრეოდა ბოლო თამაში იყო გერმანია ინგლისს ამან გაიტანა მე ის ახალი უემბლი რო აშენდა რაღაცა ძველისკენ გასასვლელი ხიდი არის და იმ სახელის კონკურსი გამოაცხადეს ადავარქვათო და ერთი ვერსია ესე ჰამანის ხიდი ხო მაგრამ ცხენმა მოუგო ცხენის სახელი და არსებული ცხენის თუ ზოგადად ცხოველის მოგიყვები ეს უემბლი რო აშენდა 24-ში 25-ში თასის ფინალი ტარდებოდა და რაღაც ზედმეტი რეკლამა მოვიდა და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა რა 300,000 კაცი და ტრიბუნები ხო გაიოს მოედანიც გაიოს უიტეთ სარბენი გიგეთ მოედანიც ის რო შემოვიდა პოლიცია საიდან დაეწყო ვერ მიხვდა რა ეს სერიოზული ის იყო უკვე ჭლების ნიშნი ხო და ვიღაცა პოლიციელი იყო ცხენით ხო ზემოდან ხედავდა და რაღაცნაირად ცენტრში გავიდა ამ ცხენით და უთხრა რომ აბა ერთი ნაბიჯი უკან ერთი უკან ხო და რაღაცნაირად ნიალაგა ხო და იმ ცხენის სახელი და იმ პოლიციის არა არა რა უნდა მოსობა არის იმ ცხენის და ვა გული და არც დიტმარ ჰამანს ხო თორსტენ ფრინგსი გახსოვს? როგორ არ მახსოვს? ვერდერის ფეხბურთელი 22 ნომერი იყო ვერდერშიც, ნაკრებშიც და იუვენტუსს უნდოდა. მოელაპარაკა ფრინგს 22 ნომრიანი მაისური გაუგზავნეს და გადააგდო. და არ გადმოვიდა. ამიტომ არ მეკასება. მე ცოტა ნელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ
კითხველი. როგორ? მკითხველი? ხო. ანუ კითხვა უყვართ. არა. აბა? თამაშის წაკითხვა. თამაშის წაკითხვა. კითხველი და ჩამწოდებელი და ხო, კი. ფიზიკურადაც კაი ჯანიანი ბიჭი იყო. ხო. ოლივერ ბირჰოფი. ადამიანი თავი. ხო, ესეც 27 წლამდე ნათრევი კაცია, ხან სერია B-ში თამაშობდა, ხან ავსტრიის ჩემპიონატში, ხან ამაში, ხან იმაში. მე დინეზეში გადავიდა მაგასაკში, ბომბარდირი გახდა და მაგიდან მე მილანში იქაც ბომბარდირი გახდა, მაგრამ არ დაუფასეს. ბომბარდირი ხო გახდა და მაგ სეზონის მერე იყიდეს შევჩენკო და ინძაკი. დაცინეს. მიანიშნეს რომ შენ თხოვით გახდა ბომბარდირი. შენ ვერაფერს ვეღარ მიაღწევ. 96 მეჩი ოქროს გოლი არსებობდა ევროპის ჩემპიონატზე და ამან მოგებია 2 გოლი გაიტანა ჩეხეთთან და შემო. კრისტიან ციგე. ახსოვს ეგეთ? როგორ არ მახსოვს? ტოტენჰემში ანდობს, მაგრამ სპეციფიური ის ქონდა კანი. სახის კანი. რაღაცა ნაყვავილარი კი არა და რაღაცა ეგეთი კანი. ბევრი კაი გუნდია ამასაც მოვლილი და ზაკერონი იყო წვნელი ესე ხვეწებოდა მარცხენა მცველად გათამაშებო ყველაფერი გაქვს ამისთვის. ზაკერონი საიდან ხვეწებოდა? ზაკერონის ყველგან იყო. სადღაც. შეიძლება დასდევდნენ. ხო, ვერ დაიჭიეს. ხო ის ვიღაცას რო ურეკავდა დაკავება, მე ის გირეკავს შენ გაგდაკავება ეს. კრისტოფ მეცელდერი. კრისტოფ მეცელდერი მცველი. ხო, ამას გაუმართლა 20 წლისო იყო. ერთად დაიმტვრნენ ვიორისი და როიტერი. და აღენს და დადგა და იდგა და იდგა. მე რეალში იყო შუსტერმა წაიყვანა, მაგრამ იქ ვერაფერი. ხო. კიდე რა შეიძლება ამას მანათე იყო ბავშვობაში. იყო? მანათე. ანუ ეს ტიკაროსანი. კათოლიკური ტიკაროსანი, ხო? მაგრამ მე ბავშვთა პორნოზე დაიჭირეს 2009 წელს. ჟანაირი ისინიცი ხო? რაღაცას იწყებ და მე უხვა. ესე მოხდა ამის. შემთხვევაში. შნაიდერი გახსოვს ლევერკუზენის ესეც იმის დოკმერლერის ლევერკუზენა ეს საყრდენია. სახელი გამახსენე თუ გახსოვს? თომას შნაიდერი, არა. დაშ ოლივერ ნოივილი ესეც მაქედანია. თავდამს ხო, ნოივილი მახსოვს კი. გენიო იყვნენ ამ გერმანიაში. წაგებულებში. მაგრამ რონალდომ თავისი ჩაატარა. ჩაატარა და იქიდან მერე გაზეთები მეორე დღეს წერდნენ რომ კანმა ერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ 2 გოლი გაუტანა. აღაც ესე. ხო. შეაჭამეს და პირველი გოლით გატეხა გუნდი ეტყო. ხო. და ბომბარდირებიც ისინი გახდნენ. ვინები? რონალდო კროზე? რონალდო რივალდო. რივალდო კროზე. მოკლედ აქ დაიწყო ამათი შეჯიბრი რა. უბრალოდ კროზე რონალდოს. რონალდოს დაწყებული აქ წინადან. მაგრამ ეს ჩაერთო და მე დრამატულად გადაასწრებს. მაგრამ ხო უკვე 2 მაისით მაგაცმა ჩაუქროლა. და ერთი კიდე მიდის. მესამე ადგილისთვის ითამაშებს. ნახოთ. კაი, ეს გვაქვს 2002-ში. კი. ბევრი ვილაპარაკეთ მე მგონი. ნუ იმიტომ ეს არის რა ქვია, უკვე ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ხო და ბევრი რაღაცაც გვახსოვს. გარდა იმისა, წაკითხულისა და მოსმენილისა. ხო, ეხლა 2006-ში რა ხდება? ეს სტარტდება გერმანიაში, ფინალში ბერლინი და ითამაშონ. იტალიან და საფრანგეთმა ყველას გვახსოვს აი იმ კადრით. ლეგენდარული თაური. ეს იქცა კულტურული მათაც რა, მოვლენად. ხო. მე ხალხი ატარებდა იმას ბიჭო, აი ჰექტორი და აქილევსი. რაღაცა ეს ივანე მრისხანე კლავს თავის შვილს. კარავაჯოს
ხატები სადაც ერთმანეთს სიწმინდე და სიბოროტე რისხვა თანაც ხოვრობენ და რაღაც ეგეთი და მე ვიღაცა მოსესაც შეადარა. ზიდან მოეს მიიყვანაო აღთქმულად გილამდე უგუნდი და გაუჩინა. არა კაია ხო მაგრამ კაი ეს ჯობია იმას ახლა მეტი კუთხური დოზიშვილი ვიყო მაგას კიდე ამ სიტყვაში კი მასე დანაყოფები ის ჯობი ვა მაგარი შედარება ამ ფინალზე გამოჩნდა შაკირა ჯერ მოკრძალებით ვაიკლიფ ჯინთან ერთად ეს არ არის ეხა რო აკაშვილი შეებული და სიმღერაზე ატყაპუნებს საფრანგეთის ჩემპიონატებს. ხო, მერკელი ესწრებოდა, შირაკი ესწრებოდა, კოფი ანანი ესწრებოდა. ვა, ახსოვს? მაგის ძმისშვილიც ფეხბურთელი იყო, შალკეში თამაშობდა. მეგონა კობიაშვილის დროს. გადავიდეთ ახლა მწვრთნელებს. მიდი. მარჩელო ლიპი. როგორ მევასებოდა ეს პოლ ნიუმანს გავდა. კაი. 94-ში მოვიდა იუვენტუსში მოჯი. ხო, ეს მოიყვანა ნაპოლი. თავისი სიგარით. თუ რაღაც სიგარონეთით ხო, რაღაცით. ცოტა კონფლიქტური კაცი იყო. რობერტო ბაჯოსთან ჰქონდა კონფლიქტი, მე პანუჩისთან ჰქონდა ამ ჩემპიონატის წინ და ზაკარდო წამოიყვანა ხადა მსოფლიო ჩემპიონი. სულ არ ელოდა ის. დივაიოსთან ჰქონდა მანამდე კონფლიქტი, იმასთან კასანოსთან. ხო, კასანოსთან კონფლიქტი ხო, არ იყო რთული. კასანოს შემთხვევაში ალბათ კასანოს ბრალი იყო. ხო, დივაიოს შემთხვევაშიც დივაიოს თავაბრალებდი მე. ხო, მაგრამ თქვა რომ კალჩოპოლია ამ დროს და მაგის შვილია გახვეული აი ამ ჩემპიონატის დღეებში. ლიპის ბიჭუ. და იქით არის რაიმონ დომენეკი. მეტსახელად თავის დროზე ყასაბი. შენ თქვი რომ წარბებიანი კაცი იყო და შენ არ გახსოვს ეს ფეხბურთელად, რამხელა ულვაშები. ქვემითაც მსგავსი ჰქონდა საფარი. სახისა საფარი. ეს კატალონიელი კაცი იყო. მარსელში დანიშნეს, მოიყვანა ქვედა ლიგიდან, აი მაშინ რო გააგდეს მაქინაციებისგან. ტურნირებზე გაიყვანა. ამ ჩემპიონატის განაცხადიდან ამოიღო ისინი ჟული და რობერ პირესი. მე ჟურნალისტებმა მოქეკეს ორივე აღმოჩნდა მორიელი. იმითი რა. ჰოროსკოპით და ეს სოლდათ რო ჰოროსკოპების კაცი. და მორიელებთან ვერ თავსებადი არის, ხო? მაგას უგორებდნენ, რომ ისა ჰოროსკოპების ზედმეტი გავლენის ქვეშ არისო ბატონი რაიმონი. მე შემდეგ ევროპის ჩემპიონატს ჩააგდებს და სოფლიოს შესარჩევში წვერ მიდის კარგად და მოხსნიან და იქნევენ. ის მიაძახებს კანტონა რო ლუდოვიკო მე-16-ის მერეო ყველაზე ეს იყო ცუდი მწვრთნელი. მერე კი არა, იქიდან მოყოლებული. კაი, ეხა მოედანზე ვინ არიან? ვილი სანიული. ჩვენი ბიჭი, ჩვენი კაცი. თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წლიდან ნაკრებშია უკვე. უილიამ გალასი. ეს კანიდან იყო, მაგრამ ესეთი მაგარი იყო, კანში ვერ დაეტია და ვა, დამევასა. წავიდა მარსელში, მერე ჩელსიში, დესაი და ჯონ ტერი ყავდა. ძირითადად ჟირგული, ხო, მერე არსენალში გადავიდა. გადავიდა ცოტა უცნაურად, იქ ჩელსის იმაზე დააგვიანა. შეკრებაზე 13 ნომერი იყო და 13 ნომერი წართვის და იმას ბალაკს მიცეს. მე არ ამგონია რომ მაგიტო წართვის. რო დააგვიანა მაგიტო. მაგი გააგდეს და წავიდა არსენალში. ხო და არა, ბალაკი აიღებდა 13 ნომერს მოითხოვდა. და ნაკრებში 13 იყო. ხო, მაგრამ მოითხოვ კაი, უაცვია ვინმეს. ხო და ეგეთები არ გინდა ხავს, ეგეთი მოთხოვნები. ხო და რაღაცნაირად დაემთხვა რა.
ერიკ აბიდალი ყავთ 28 წლამდე უნაკლო კარიერა აქვს მე ცუდი ამბავი დაემართა ჯერ ღორის გრიპი დაემართა მე 5 წლის სიმსივ და რაღაც პერიოდი დაიტანჯონა რომ 2011 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამას აწევინეს თასი კი მახსოვს და იმ პერიოდშიც გუნდშიც გოლებს ამას უწევდნენ ხო და ბოლოს თვალი რომ მოვყარი სად იყო არაბული კლუბის დირექტორი იყო მაკელელე იყო კლოდ მაკელელე ეს კონგოელი იყო და ბავშვობაში ტურამთან ერთად თამაშობდა ბავშვობაში ეზოში ბავშვთა გუნდში 27 წლის მოხდა რეალში 30-ის ჩელსიში ანუ ცოტა აგვიანდა მას მაგრამ მაგარი იყო მაკელელე რიბერი არის ამ დროს ეს 2 წლის იყო ავარიაში მოხდა ოჯახი და 2 ის დარჩა სახელი აიარევი მარსელში იყო თავიდან და ძალიან მაგარი იყო იქ მაგრამ ვერ ყიდნენ ძალიან ძვირს აფასებდნენ რა და ბედად ბაიერნი გავიდა მე-4 ადგილზე რა გერმანიის ჩემპიონატში და გამოყვეს 100 მილიონი სატრანსფეროდ და მაშინ იყიდეს იმის მერე უკვე ბრწყინავს იქით კი რიბერი რობენის ფლანგები ანრი ყავთ ამ დროს ამას 123 თამაში აქვს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს და 62 ახალგაზრდობს პლუს 62 ხო ან ბავშვობიდან ეს ხო ძალიან უყვარდათ სარეკლამო იმებს ბევრი რამის სახე ფეხბურთელის ვარ ყოფილიყო ისეთი ღიმილი და ბიჭო ისეთი არის მე მაქვს ბევრი ვიდეო ნანახი და ერთ-ერთი ბოლო იყო რაღაცა შოუში ახლა ამერიკაში ანრი და ზლატანი რო ყავდათ და ბურთები აკენწლინეს რა ნახე ეგა და აი ხორი რაღაცა კენწლი და მხრით ცხვირით რაღაცა ეს თან ღლაბუცობს ხო აცინებდა ეგ ამ კენწლაში მეებს ვინც უყურებდა აშკარად ეგეთი ტიპი არის ხო კი მაგარი იყოს ტიტის ეძახდა ერთ-ერთი ყველა სწრაფ ფეხბურთელი იყო და ერთ-ერთზე მომტყუებელი და როგორ ვერ გამოიყენა იუვენტუსმა ასის ვერაფერს ხა იუვენტუსის კაცი გადავიდა ჯანლუიჯი ბუფონი 12 ჯერ იყო იტალიის საუკეთესო მე 2017-ში FIFA-ში შემოიღო საუკეთესო მეკარის პრიზი და პირველი ამას მოუგონეს პრიზი 90-ის მსოფლიოზე რო ვილაპარაკეთ ჩვენ ხო ვიღაცები არა 94-ზე თქვით რომ ვიღაცა მე ცნობილი ფეხბურთელების ბავშვობის თავარი მოვლენა ეს იყო ხო ამისთვის იყო 90-ის ჩემპიონატი იქვე ჩატარდა იტალიაში და თომას ნკონო მოწონდა კამერუნის მეკარე ისე რომ შვილს თომა დაარო ვა ამას ცოლებში და შვილებში ხა ნუ წამეყვან არა სამი ცოლი ყავდა ხო ერთი მსახიობი ერთი ხო და მაგარი რა იყო ეს ძალიან პატარა იყო პარმაში მეკარეები დაიმტვრნენ თუ რაღაცა ბუჩი იყო ერთი მეკარე თუ გახსოვს ლუკა ბუჩი შვებულებაში იყო და არჩენები დაიმტვრნენ და ეს მოუწია ოღონდ გუნდის ფოტოზე არის მილანთან თამაში იყო გუნდის ფოტოზე არის იცი რა ეს ხო ახალგაზრდულიდან დაიმარცხა ახალგაზრდულში ის არის გუნდის ფოტოები და ფოტო არსებობდა ამისი ხო ანუ ის რომ საჯმარო ისაკნა გუნდები მოიწვია ხელი თუ ჩამარცხა და წავიდა კარშტად და გუნდმა ფოტო რო გადაიღო არის ესეთი პრაქტიკა არ ქონდა იმ ფოტოში მოედანზე რო ფოტოს იღებენ მაგაში არის არიცოდა საიდან ეწოდინება ვის მაგივრად დაარქვა კამერუნელი მეკარე ის თომას ნკონო იყო იმის მეკარე 90-ში არგენტინას მომოგეს პირველ თამაში არ გახსოვს არა ფრანსუა ომამბიკი და მე ბუფონის გამო ჩემ თუთი ყურსდავარქვი ჯიჯი რაღაცა ის გვაქვს რა სულიერი ბმა მე და ჯიჯის მარკო მატერაცი ხო ეს კაცი
ეს მინდორზე გაზრდილი ბავშვი არის და მამამისი მწვრთნელი იყო. დაათრევდა. ხო და ეს თორს ევერტონიდან იწყება იქ სამჯერ გააგდეს მე პერუჯაში წავიდა იქ 12 გოლი გაიტანა მოხსნა პასარელას რეკორდი ან მცველებში გოლების რეკორდი და მე ინტერმა წაიყვანა ინტერიდან თლად მეთ მადლიერი მეთ არ გაუშვიათ ეს იძახდა ლეონარდომ მიღალატაოთ რაღაცა იმით წავიდა წყელვაკო რასერჩოთა ანუ ხელფასი არ გაუზრდეს თუ რაღაც ლეონარდო მაშინ უკვე იმაში იყო ადმინისტრაციაში და მე ინდუეთში წავიდა იქ 7 თამაში თამაშა და მე დაანებათა ფაბიო გროსო ეს სოფლელი ბიჭი იყო იქვე სოფელთან რაღაც პატარა ქალაქში დაიწყო თამაში ამის მწვრთნელს ყავდა ნაპოლნი მანამდე ესა ოდო მასიმო ოდო კი და ვერად მე ო ვა მაგ კაცი ყოფილა კაი თვალი ქონია ამ ჩემპიონატზე ავსტრალიასთან პენალტი აიკინა გროსო ხო გერმანიასთან გოლი გაიტანა ფინალში პენალტი გაიტანა სერიაში კამორანეზე ყავდათ ჩემი ძმა ხო მაურო ხერმან ეს ვერონაში იყო და არგენტინული წარმოშობის იუვენტუსში იყო მაშინ თუ გახსოვს იტალიაში იყო ერთი უბედური წესი ნახევარი მფლობელები რო იყვნენ ფეხბურთელის ორი გუნდი ხო კი აი ეგ იყო ეგ ვერონაში იყო ნახევარი და ნახევარი იუვენტუსი და სერია B-ში რო გააგდეს იუვენტუსი ჩაყვა აბარა ბუფონი დელ პიერო ნედვედი კამორანეზე ტრეზეკე ჯენარო გატუსო ეს გლაზგოდან იწყება ახსოვს სუთავიდან არა ვამახსოვს შოტლანდიაში იქ იყო დიკადოკა ადმსუნელი ხო იმანო ვერ უპოვა ადგილი რა წავიდა მე უკან იტალიაში და მილანში მე ის იყო ო ფიცხი კაცი იყო აქ ამ ჩემპიონატზე არის იყო იმაში რა ქვია ძირითადი ტიპი არის იყო განასთან არის განჩევში იყო და ფინალში 120 წუთიდან და სიმბოლურს მოხდა ეს პირლო და ტოტი გადავიდეთ პირლოზე გადავიდეთ ეს ბრეშაში იყო თავიდან იქ გაიწაფა ფეხი კი მერე ყველგან იყო რა იტალიური ხო ის ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელი არის სამივე გრანდში რო თამაშია და სამივე რო ევასებათ ინტერი მილანი იუვენტუსი ეს შეძლებული ოჯახიდან იყო მამამის ორი მეტალურგიული ქარხანა ქონდა დედამისი ბრეშას ინტელიგენციიდან იყო მერისტი შვილი თუ რაღაცა და ამან აქ მაგრა ითამაშა ჯერ 2 გოლი გაუტანა შოტლანდიას შესარჩევში ორი ჯარი ამ თამაშით მოხდნენ ფინალურ ეტაპზე მე აქ განასთან გოლი მე იაკინტას გაატანინა მე ამერიკასთან ჯილარდინოს გაატანინა მე გერმანიასთან თვითონ გაიტანა მე გროსოს გაატანინა და ფინალში მატეგაცის გაატანინა და 11 მეტრიანში სერიაშიც გაიტანა. ხო, და მაგიტომაც მოხდა სიმბოლური. ისე იტალიიდან პენალტების სერიაში ყველამ გაიტანა. და ეს დამაჯერებლად სიმონე პეროტა ეს იუვენტუსში მივიდა. იუვენტუსმა იყიდა, მაგრამ დაახვედრა რა კონკურენცია დაახვედრა თავის ზონა. ზიდანი, დეშამი და კონტე. და სასწრაფოდ გაიქცა პარიზში, გაიხვეწა და მე უკვე ფიორენტინაში და რომაშიც იყო მე. რომაშიც იყო. რომადან მოხდა. ფრანჩესკო ტოტი. ნუ ეს ის არის 23 ჩემპიონატში აქვს გოლი გატანა სერიას. დიდხანს ხო თამაშობს. ხო. 92-ში ჯერ კიდე მიიყვანა იმ ბუიადინ ბოშკოვი იყო ეგეთი იუგოსლავი. სადღაც ყავს ნახსენები. ვინ? ბოშკოვი. ეს ძუგიან გააღწია ამან ახან სოცბანაკში.
Sampdorias წავიდა და ეგრევე დაიმტვრა, მაგრამ მე Sampdorias გამოადგა როგორც მწვრთნელი, ამან მოაგებინა ჩემპიონი. და იმაში გაიყვანა ფინალში ჩემპიონთა ლიგის. ხო, ტოტი ხო ის არის. იმენა რომას ბიჭი არის. მე ბოშკოვზე ხო, გელაპარაკე. და მე ტოტიზე გემოყარაკები. ხო. ტოტი კი ის რომანში. ხო. კოუზი ქონდა რაღაცა დარტყმის ნაირსახელო ანდერსას გაუტანა. კოუზი ქვია მოდარტყმას? ხო. ნეტა რომელია. დავით, კარგად ურტყავდა ყველაფერს. ამ ჩემპიონატს დამტვრეული იყო მუხლში რაღაცა რკინები ქონდა და ხრახნები და ფირფიტები. არა ერთი გოლი და 2 ასისტი და სიმბოლოში მოყვა. სხვათა შორის ტოტიზე არ ვიცი რამდენად მართალია. მაპატიოს ყველა შემოგვერმა ამბობენ რომ დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. კი, ბევრი ანეკდოტი არის ტოტიზე. ნუ მანამდელი ანეკდოტებიც მიუსაჯეს. ხო, როგორც ხდება ხოლმე რა. კი, კი. რომ მოიჩემებენ პერსონაჟს, მე ადვილია. ლუკა ტონი. ამ დროს ფიორენტინაშია, 2 გოლი გაიტანა, 2 უკრაინას. ფილიპო ინძაგი. ინძაგიც, აი ინძაგი, ტონიზე ისა. უცნაური აღნიშნვის ის ქონდა, გახსოვს? აბა. ესე აკეთებთ. ხო, ამ დროს უკვე შემოდის ინდივიდუალური. არ მახსოვს რას ნიშნავდა ეს. მოტივირებული. ხო. რადიო გადმორთეთვა. ხო, ხო, ბევრნაირი რაღაცა. მოტივირებული აღნიშვნები უკვე ეს არის მოდაში. ინძაგი აქ ფინალში არ არის. მაგრამ ჩეხეთთან გამოიყვანეს და გაიტანა 9 საათში ჩეხს რაღაცა დამამცირებელი გოლი გაუტანა. შენ გეოსება ხო ინცა გეოსებოდა კი მახსოვს ხო ხო თამაშობდით FIFA-ს კი ბიჭო რაღაცნა ისეთ ადგილას დგებოდა ხოლმე ხო აი არც ფიზიკურად ძლიერი არ იყო არც რაღაც მაღალი ისეთ ადგილას გამოჩნდები რომ აი სხვა გზა არ იყო რომ თიციკ მიდიოდა და მე კარიც არ ვეღარიც და დელ პიერო ჩემი ამ ჩემპიონატში შეცვლებზე შემოდიდა და მარტო ავსტრალიასთან იყო ძირითადში და გერმანიას გაუტანა გოლი თან ძალიან კარგი გოლი. კარგი გოლი. ხო, ეს არის იტალიის ბოლო ჩემპიონი. დელ პიერო არის რა. ბასტენი დელ პიერო. ორი ადამიანი, რომელმაც ფეხბურთი დამიდეს წინ და აჰა, იკო გიყვარდეს. ამის შემდეგ იტალიური ფეხბურთი სანაკრებო დეგრადირდება და ისე რომ ბოლო ჩემპიონატებზე ვეღარ ხვდებიან. არც ის შველის 48 გუნდამდე აწევა და ახლა პირდაპირ ჩეფერინი დასცინის უკვე რომ შემდეგ გასდა კიდევ გავსდითო მე მოხდებითო და მაგრამ ნუ იტალია და მიხედავენ თავის საქმეს და ამასო ევროპის ჩემპიონატი მოიგეს ამ კრიზისის. ხო, ეგეც არ დაგვავიწყდეს. ამ ფინალში, ხო, ნუ ეს იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის ზიდანი მატერაცის ამბავი. რა თქმა უნდა. და თან უცნაური ის არის, ის ერთით ამათ მაგახატეს. ხო, ერთი გოლი მაგაიტანა მეორე ამან. კი. და მაგის მერე იყო, მე მახსოვს ის პენალტიც იმან აიკიდა მატერაც. ხო. ზიდანის და ჟურნალისტების და ხალხის ყურადღება იყო, რომ შეხვდებიან, ოდესღაც ხო შეხვდებიან, მერე რას იზავენ. ხო. და არაფერი გაატარეს. ჩეულებ ეს ორი მსოფლიო ჩემპიონია. რაუნდ. შერიგდნენ რა, ვიღაცამ შეარიგა. ხუთმა. კაი. რახან ზიდანი ბრუნდება საფრანგეთის ნაკრებში და იტალიის ნაკრებში ისეთ სიტუაცია იცი და თან თუ გავითვალისწინებთ რომ მატერაცის მამა მწვრთნელი შეიძლება ან ეს ან მამამისი მოაბრუნა. ხო, არ ვიცი. ეხლა ხო მალდინი მივიდა იქ რაღაცა დირექტორატში. ხო, მაგრამ ნახოთ რა ზედოს მალდინი იტალიურ ფეხბურთს ისე ვიც როდის დაიჭერენ ვინ როდის რა ჭუაზე იქნება მე მაგას ვინ რა სკანდალში გაეხო აგერ იაკინტა ახსენე და ზის კაცი კაი დიდი სასჯელით. კაი ეს არის 2002-2006 მე მგონი ამდენი 10 წელი არ გვიყავდა. ხო. იმიტომ რომ ორი ესეთი ჩემპიონი. ხო, თან ისა რა ეს თანამედროვეებს ბევრი რაღაცა მოხდა კიდე ესეთი რაზეც ეხლა თუ მივყევით ვერც დავამთავრებთ თუნდაც ის კორეის მაიმუნებით გაზრომები და ასე შემდეგ. კაი, საძზე ვთქვით რამე აქ.
არ გვითხოვს. აბოლინ ყავს საჭი წერია მან. რა თქმა უნდა. ჰორასიო ელიზონდო. ელიზონდო ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ გახსნის თამაშს ამანიმსაჯა და დახურვის. მანამდე მაგას აქცევდა FIFA ყურადღებას. ეფექტიკაცი არ ყოფილიყო და აქ ან განზრახან, ალბათ განზრახ. დაამტყეს. კარგი ბიჭი ხარ. კაი, შემდეგზე მოვემზადები და მოგიყვები უკვე 10-14-ის ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია. ხო. მიდივართ იქით. წავედით. აბა, დროებით შეხვედრამდე.